ერთ-ერთი მესეჯი იმ კონცეფციისა, რომელიც დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ, გახლავთ სოფლის დონეზე ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება სოფლის, ასე ვთქვათ, თვითორგანიზების უზრუნველსაყოფად. თუმცა აქ არ არის საუბარი სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებაზე თითოეულ სოფელში და ზოგადად სოფლის დონეზე. გათვალისწინებულია უფლება ექნება სოფელს. ამ ეტაპზე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც არის განხილვის სტადიაში. ამ ეტაპზე რაც არის ინიცირებული, ის კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ დონეზე, სოფლის დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვექნება საქმე სრულფასოვან ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ანუ ხელისუფლების დონესთან და შესაბამისად საკმაოდ შეზღუდული იქნება უშუალოდ სოფლის კომპეტენციები და რესურსებიც, მათ შორის ფინანსური რესურსებიც. ანუ არსებული კანონპროექტის თანახმად ერთი სოფელი იძენს კონკრეტულ ქონებრივ გარანტიებს. ანუ შესაძლებლობას იძლევა სოფლის სტატუსი, ახალი სტატუსი, რომ კონკრეტული საერთო ქონება გადაეცეს სასოფლო საზოგადოებრივ თვითმმართველობას, შესაბამისად სოფლის მოსახლეობას გაუჩნდება ქონებრივი გარანტიები, გარდა ამისა გაჩნდება მექანიზმები იმისა, რომ სოფელი უშუალოდ ჩაერთოს თავისი თვითმმართველი ერთეულის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ძირითადად საუბარია რა თქმა უნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომელიც არ არის კერძო საკუთრება. რომელიც არ არის პრივატიზებული ამ ეტაპზე, ანუ დაუშვათ ავიღოთ საძოვარი, სახნავი, სათიბი, ტყე, ადგილობრივი მნიშვნელობის რაც ეს ამ ეტაპზე საუბარია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. თუმცა რაც შეეხება ასეთი ტიპის ობიექტებს, ამბულატორია მაგალითად ამ ეტაპზე არის მუნიციპალური კომპეტენცია, სკოლა არის ცენტრალიზებული. ჯერჯერობით ეს საკითხები არ განიხილება. ჯერჯერობით ისიც კი არ არის გადაწყვეტილი, დაუშვათ მოხდება თუ არა სასკოლო სისტემის დეცენტრალიზაცია, თუნდაც დაუშვათ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. აქედან გამომდინარე, სოფელი რამდენად გახდება ასეთი ტიპის ობიექტების, მაგალითად ამბულატორიის, სკოლის უშუალო მოსარგებლე, ანუ სარგებლობის უფლებით რამდენად გადაეცემა სოფელს ეს ობიექტები, ჯერჯერობით რა თქმა უნდა გადაწყვეტილი არ არის. ეს არის ჯერჯერობით განხილვის საგანი. სოფლის დაფინანსებას რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფომ შეიძლება გაითვალისწინოს კონკრეტული ტრანსფერი სასოფლო საზოგადოებრივი თვითმმართველობისთვის, თუმცა და ვინ მოითხოვოს ტრანსფერი? არ აქვს საუბარია რაღაც ერთიან ფორმულაზე, რომელთაც შეიძლება გადანაწილდეს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ იქნება სოფლის ბიუჯეტი, ეს იქნება მიზერული სახსრები, რაც შეიძლება გამოიყენოს სოფელმა თვითორგანიზებისთვის, თუმცა არა უმეტეს. ანუ აქ საუბარი ვერ იქნება დაუშვათ წყალმომარაგების უზრუნველყოფასა და ანალოგიური ტიპის პრობლემების მოგვარებაში. ეს შეიძლება მისცეს მაგალითად ხაშბსპული ეს ამას თვითონ გადაწყვეტს სოფელი. ანუ ხაშს ექნება კონკრეტული თანხა, რომელიც მან უნდა გამოიყენოს თვითორგანიზებისთვის, ახლა ამას გამოიყენებს დაუშვათ თავისი არჩეული პირების შრომის ანაზღაურებისთვის თუ სხვა რაიმე ფუნქციების შესრულებად, ეს არის სოფლის გადასაწყვეტი. აქ საუბარი იყო ფინანსებზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დეცენტრალიზაციის. ხო, დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ეს არის კომპეტენციების და რესურსების გადაცემა დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულებისათვის. ჩვენთან მთავარი პრობლემა, რაც დღემდე ფიქტიურს ხდიდა თვითმმართველობას, მდგომარეობდა იმაში, რომ დეცენტრალიზაცია არ განხორციელებულა. კი, შეიქმნა დაუშვათ თვითმმართველი ერთეულები, ფორმალურად ესენი იყვნენ დამოუკიდებელი, თუმცა ძალზე დაბალია როგორც კომპეტენციების დეცენტრალიზაციის ხარისხი, ისე ფისკალური დეცენტრალიზაციის ხარისხი. მე შემიძლია შედარება მოვიყვანო, დაუშვათ სოფელში ძირითადად რა საკითხებს აყენებდნენ. ეს არის კომუნალური მომსახურებები, ხო, ძირითადი პრობლემა სოფლის მოსახლეობის. დღეს კომუნალური მომსახურებები არის თითქმის მთლიანად ცენტრალიზებული. წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ენერგომომარაგება, ეს არის ცენტრალიზებული კომპეტენციები. მაშინ, როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით რო ნახოთ, მაგალითად წყალმომარაგება ერთ ქვეყანას ვერ იპოვეთ დასავლეთ ევროპაში ან ცენტრალურ ევროპაში, ბალტიისპირეთის ჩათვლით, სადაც წყალმომარაგება იქნებოდა ცენტრალიზებული. ანუ დღეს თავარი პრობლემა რა არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დაუშვათ მუნიციპალიტეტი, ქალაქი არ არის პასუხისმგებელი იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც არის თავისი არსით ადგილობრივი მნიშვნელობის. ანუ არ უნდა არსებობდეს ცენტრალიზებული კომპანია, რომელიც მთელი ქვეყნით იქნება პასუხისმგებელი წყალმომარაგებაზე, არ უნდა არსებობდეს ცენტრალიზებული დაუშვათ სტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება პასუხისმგებელი გზების დაგებაზე, მათ შორის ასევე ნაწილობრივ ადგილობრივი გზების დაგებაზე და ასე შემდეგ. ეს კომპეტენციები, რაც არის თავისი ბუნებით ადგილობრივი მნიშვნელობის, უნდა გადავიდეს ადგილობრივ დონეზე. ანუ თავარი მიზანი ამ რეფორმის უნდა იყოს რა, რომ კომპეტენციები უნდა გადავიდეს ადგილზე და ამას უნდა მიიღოს ფინანსური შესაბამისი ფინანსური რესურსები. აქაც ერთ შედარებას მოვიყვან,
მაგალითად დღეს რო დავაჯამოთ ჩვენ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები წლის დასაწყისში, ნახავთ რომ დაახლოებით 4.5% შეადგენს მათი ხვედრით წილი ნაერთ ბიუჯეტთან მიმართებაში. ანუ წარმოიდგინეთ, ყველა მუნიციპალიტეტზე ნაწილდება საერთო ნაერთი შემოსავლების მხოლოდ 4.5%. რო შევატაროთ მინიმალურ ევროპულ მაჩვენებლებს ეს მონაცემი, დაახლოებით რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ანუ დღეს თუ აქვს საგარეჯოს თავშოთ პირობითად 10 მილიონი, უნდა კონდეს ბიუჯეტი სადღაც 35 მილიონი. ხო, ძალიან უხეშად საუბრობ, მაგრამ საერთო სურათი ეს არის. ანუ თქვენდე ჩვენ არ განგვიხორციელებია არც კომპეტენციათა დეცენტრალიზაცია ესე როგორც ეს საჭირო იყო და არ მოხდარა არც ფინანსების შესაბამისად გადანაწილება. აქედან გამომდინარე, მთავარი პრობლემა სოფლისთვის სწორედ ეს არის, რომ სოფელი ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ამ თვალსაზრისით. ანუ მაგალითად წყლის პრობლემა თუ არის მოსაგვარებელი, მაქსიმუმი რაც შეუძლია რწმუნებულს გააკეთოს, ეს არის პრობლემის დასმა, შემდეგ გამგეობამ ცალკე პრობლემა უნდა დასვას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და აქ იკარგება რეალურად სოფლის ინტერესების მოგვარების პერსპექტივა. მთავარია რომ ადგილზე გადავიდეს ეს კომპეტენცია, ადგილზე გადავიდეს რესურსები და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი რეფორმა მერწმუნეთ რომ სოფლის მოსახლეობას პირდაპირ დაეტყობა. ირაკლი კობახიძის ეს ტექსტი 11 წლის წინანდელი ინტერვიუდანაა, სადაც ის სოფლების განვითარების და მოწყობის საკუთარ ხედვას გვაცნობს. მაშინ ის გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროექტის მენეჯერი იყო. ახლა გახლავთ პრემიერ-მინისტრი, ყოველ შემთხვევაში თავად ამ რანგიდან გვესაუბრება და ალბათ დამეთანხმებით, რომ კარგი იქნებოდა ქართულ სოფლებსაც ისეთივე აღმავლობის და წინსვლის ეფექტი დატყობოდა, როგორც თავად ირაკლის პოლიტიკურ კარიერას. რა გაკეთდა ამ იდეებიდან 11 წლის განმავლობაში, ან რა ვერ გაკეთდა? აი ამას შევეცდებით, ამის გაანალიზებას შევეცდებით ახლა მე და ჩემი სტუმარი, რომელიც დისტანციურად ჩაგვერთვება სტუდიაში, დავით ლოსაბერიძეა ხაზზე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი და ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის გამგეობის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონ დავით, თქვენ მოისმინეთ ახლა ირაკლის ტექსტი, საკმაოდ დამეთანხმებით, ალბათ საკმაოდ შთამბეჭდავი იდეებია, რომელთა განხორციელება მართლა ძალიან ჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, სოფლების გაძლიერებას. რა ემართებათ, ბატონო დავით, რა შეგიძლიათ გითხრათ, ან ადამიანებს, თქვათ, პოლიტიკური ჩინის მიღების კვალ-დაკვალ, ან იდეებს, სათქრება იდეები, რა გვჭირს, შეგიძლიათ თქვენ როგორც ექსპერტმა ცოტა შიდა სამზარეულოდან დაგვანახოთ ეს ამბავი? ავიც რამდენად მოვახერხებ და შიდა სამზარეულოს წარმოჩენას ნერი სათქმელია, იმიტომ რომ ბუნებრივია მე ძალიან თალქონია ჭდომა ყველა ინფორმაციაზე, თუმცა ამ პროცესებში ჩართული ვარ 90-იანი წლების შუა ხანებიდან და ვიცი შიდა დინამიკა, რაც საერთოდ ამ ნებისმიერ ხელისუფლებას ახასიათებს. ეს იდეები, რომლებიც იყო წარმოჩენილი, არ არის არც რომელიმე ექსპერტის იდეა, არც კონკრეტულად იმ ადამიანის იდეა, ვისაც თქვენ საუბრობთ. ეს არის ძალიან არც ერთოდაც ქართული ნოუ-ჰაუ, ხო ასეა? არც ქართული ნოუ-ჰაუ, ეს არის 2x2-4-ის პრინციპი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. ეს ძალიან კარგად იცოდა საქართველოს, ვთქვათ, ხელისუფლებამ 90-იან წლებში, ნულოვან წლებში, 2010-იან წლებში ყველა ხელისუფლებამ ეს ჩვენივართ იცის და მეორე ეს იცის ამას გარდა თელმა მსოფლიო. საკითხია ვინ ახორციელებს და ახორციელებს თუ არა ამ პროცესებს. განვითარებული ქვეყნები ამას ახორციელებენ და შედეგადაც სწორედ ამიტომაც არიან განვითარებულნი, ხოლო განვითარებადი ქვეყნები ნაწილი ცდილობს განახორციელოს და განვითარებულების რიგში გადავიდეს, ხოლო ნაწილი ბუნებრივია ამას არ ახორციელებს და რჩება იქ, სადაც არის, ან მიდის უკან. ახლა საქართველოშიც ეს არ არის გამონაკლისი, სამწუხაროდ ნებისმიერი ტიპის ჰიბრიდული რეჟიმი თუ რაღაცა ანიდა სამეცნიერო ტერმინოლოგიაში შევიდე, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნები, ყველგან ეს პროცესები იწყებოდა და საქართველოში ყველა ხელისუფლება იწყებდა ამაზე საუბარს. მეტნაკლები წარმატებით იწყებდნენ კიდეც რაღაც რეფორმების განხორციელებას, მე გულისხმობ გამსახურდიას ხელისუფლებას, შევარდნაძის ხელისუფლებას, სააკაშვილის ხელისუფლებას, ივანიშვილის და შემდგომ აბრუნებდნენ ამას უკან, ჩერდებოდა ეს ყველაფერი და რევერსი ხდება, უკან დაბრუნება ხდებოდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მძიმე სიტუაციამდე მიდიოდა ეს სისტემა.
რაც უფრო ამბიციური იყო სამწუხაროდ ხელისუფლების სურვილები, რომ განეხორციელებიათ რაღაცები, მით უფრო უკან შებრუნება უფრო და უფრო მტკივნეული იყო. აქედან იქნება რაც კრიტიკად ჩამეთვალოს ქართული ოცნების ის დაპირებები, რაც 2012 წელს გაიცა არჩევნების დროს და შემდგომ დაიწყო განხორციელება, ყველაზე ამბიციური იყო პოზიტიური პროცესი. ნამდვილად. ეგრეთ უკან დაბრუნებაც უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, იმიტომ რომ რაც უფრო მეც პირდები კონტროლის გარეშე ხელისუფალი მოსახლეობას მით უფრო ცუდად იქცევი მერე, თქვა, ნაკლები დაპირების მერე ნაკლებად იქცევი ცუდად, ხოლო დიდი დაპირების მერე კიდევ უფრო ცუდად იქცევი. აქ ასევე გასათვალისწინებელია რაღაცა ნაბიჯები, რაც არის გადადგმული, ის ხომ ფულადი რესურსი დაჯდა, ესეც დაკარგულად ითვლება, ხო? ეკონომიკური ხარჯიც არის აქ. ფულადი რესურსი ყველაზე ნაკლებად შეიძლება აქ ვიდარდოთ, იმიტომ რომ დაკარგულია 30 წელი, დაკარგულია უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, დაკარგულია სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივები ამ ეტაპისათვის, დაკარგულია, ვთქვათ, რურალური და ურბანული ზონების, სასოფლო და საქალაქო ზონების განვითარების რაღაც ტრენდები, ეს არ იქნებოდა თქვათ დიდი ტრაგედია, მოვისდით კიდევ ერთი 20-30 წელი და ოდესმე ხომ იქნება შეიძლება ვთქვათ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მდგომარეობაში იყო ამასობაში წინ მიდიან და შემდგომ მათი დაწევისათვის კიდევ უფრო ჩამორჩენა იზრდება უფრო და ჩვენ მაინც მოგვიწევს ამაზე გადასვლა, ამ სისტემებზე გადასვლა, მაგრამ ბევრად დიდი დანაკარგებით, ბევრად ცვალებით და ბევრად დიდი რესურსების ხარჯით, მე გულისხმობ როგორც ადამიანურს, ისე დროით რესურსებს და რა თქმა უნდა ფინანსურ რესურსების აქ არ არის გამონაკლისი. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ვთქვათ იმ იდეებს, რაც გაჟღერებული იყო. ძალზე მარტივად არის აქ საქმე. ყველა იდეა, რომელიც გაჟღერებული იყო, ეს არ არის რაღაც სეციური საქართველოს იდეა, რაღაც როცა საქართველოს შვეიცარია გახდება, ეს რეალისტური იყო. ერთ მაგალითს ვიტყვი, გვახსოვს ყადაღებული 5 მილიონი ყველა სოფელს. ეს რეალისტური იყო და ახლაც რეალისტურია. თუ ჩვენ გადავხედავთ თუ რა იხარჯება, ვთქვათ, რეგიონალური მიმართულებით და რა იხარჯებოდა ყოველ შემთხვევაში განვლილი 12 წლის განმავლობაში სხვა ეპოქას დავინახავთ, რომ ბევრად მეტი ხარჯებიც იყო გაღებული, თუმცა ეფექტი არის ნულოვანი ან უფრო უარყოფითი. როცა ჩვენ ვხარჯავთ დიდ ფულს და ვერ ვიღებთ შედეგს და როცა შეგვიძლია დავხარჯოთ ცოტა ფული და მივიღოთ კარგი შედეგი, აქ უკვე კითხვა იმას კი არ უნდა დაისვას ფული გვაქვს თუ არა, უნდა დაისვას კითხვა სწორედ ვხარჯავთ თუ არა ამ ფულს. და ამ შემთხვევაში ეს კითხვა მიემართება უშუალოდ საზოგადოებისაკენ, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლება, ნუ მიწყენს, ნურს წარსული, ნურს იმის წინანდელი და ნურს მომავალი, იმანენტურად ძალაუფლების მეტი მითვისებისკენ არის მიდრეკილი. ბუნებრივი თვისება, ახლა მე არ ჯეფერსონის სიტყვებია, თუმცა ნებისმიერი მოქალაქე ჯეფერსონის გარეშეც ფლობს ამას, ძალაუფლება კარგი ხდება არა მისი კონცენტრაციით, არამედ მისი სწორი დანაწილების შედეგად. ახლა ჩვენ ისტორიამ დაგვანახა, რაც უფრო ხდება კონცენტრაცია, მით უფრო დიდია შეცდომების რისკი, დანაშაულის რისკი, ეს არა მარტო თვითმმართველობას ეხება. ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი? პირველ რიგში საზოგადოებრივი მოთხოვნა, დაკვეთა. მაგალითად, თუ საზოგადოებას აქვს დაკვეთა რაღაც ნებისმიერ საკითხს ეკონომიკურ განვითარებაზე, მშვიდობაზე, ომზე, რა ვიცი, გართობაზე, კულტურაზე, ტრადიციების შენარჩუნებაზე ან ახლის შემოტანაზე, ეს ყოველთვის აისახება თუნდაც ყველაზე უფრო ავტორიტარული რეჟიმების ან დიქტატურული რეჟიმების მიერაც. ხა ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირში არ იყვნენ სულელი ლიდერები და პროპაგანდა ჰიტლერულ გერმანიაში ძალაუფლებაც ჰქონდათ, მაგრამ პროპაგანდას აქცევდნენ უზარმაზარ ყურადღებას, იმიტომ რომ არავითარი ვერც ერთი დიქტატორიც კი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებს. თუმცა ბატონო დავით, ხო ვთანხმდებით, რომ ამ ეტაპზე სამწუხაროდ საზოგადოებისგან ძალიან სუსტი იმპულსები მოდის სწორედ აი ამ თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით და მაშინ როგორ უნდა გაჩნდეს საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა? ანუ ნახეთ, მედიის როლი აქ ალბათ დამეთანხმებით დიდია, მაგრამ მედიასთან ერთად კიდე სამოქალაქო საზოგადოების მესამე სექტორის როლზეც ხომ არ გვესაუბრა. საზოგადოება როგორ უნდა დავარწმუნოთ, რომ აქცენტი ამაზეა გასაკეთებელი?
ალბათ ამას სწორი კითხვა დასვით თქვენ, მაგრამ პასუხი ახლა $1 მილიონიანი კითხვა რო იტყვიან, პასუხი არის საკმაოდ ძნელი. ყველაფერი მაგრამ მოსახლეობა ალბათ საზოგადოება უბრალოდ მოსახლეობა საზოგადოება მაშინ მიადგება ამ საკითხს, სხვა გზა აღარ ექნება და დაინახავს რომ ამის გარეშე თქვა შეუძლებელია თქვა არსებობა. ჩვენ დავდივართ უკვე ფსკერზე, ამ შემთხვევაში ან სრული ესე იგი სახელმწიფოებრივი დეგრადაცია უნდა მოხდეს და უნდა თქვა ლიკვიდირებული იქნეს სახელმწიფო სისტემა, მათ შორის მართველი პარტიის წარმომადგენლებიც კი ამას არავის მუხარით ვამბობ, ეს ბუნებრივია. შეიძლება ნაციონალ ბოლშევიკების როლი გაიხსენონ წითელ არმიას სიხარულით შეხვდნენ, მეგონათ რომ ისინი დატოვებდნენ მათ, მაგრამ ხო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ საზოგადოებამ ალბათ უნდა გაითავისოს კი არა, უნდა იგრძნოს კიდე საკუთარი გამოცდილებით, რომ ამ სისტემის ფუნდამენტის აშენების გარეშე ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ თქვა სახურავის ფერზე კრამიტით იყოს დაფარული თუ არა მართლაც საძირკველი. სანამ საძირკველი არ არის ჩაყრილი და საძირკველი არის იწყება ჩვენი მიწებიდან, რეგიონებიდან, სოფლებიდან, ქალაქებიდან, სახელმწიფო რას წარმოადგენს, სხვადასხვა ეს არც ახალი არ არის თუ ვინმე ახლა ჩვენ ჩემზე ბევრად უკეთესად რა თქმა უნდა ბევრად უკეთესად მართლა უკეთესად ჩამოყალიბებული აქვს ერთ კიდე 150 წლის წინ ილეჯა ჯავაძეს უსურვებ ურჩევ ყველას მის დაინტერესდება მე ნუ მომისმენს წაიკითხო თქვათ სოფლის მოწყობის თაობაზე მისი ყინვალე სტატიები რომელიც ერთ-ერთს ემთხვევა ევროპის ქარტიის 1985 წელს 150 წელს ადრე დაწერილი იმ სისტემას რომელიც ევროპამ მიიღო 150 წლის მერე და დღესაც ახორციელებს ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ჩვენ თქვათ ალბათ გვინდა ამის გაკეთებაც მაგრამ რამდენად გვინდა ეს უკვე ჩვენ თვითონვე უნდა გავსვათ. მოდელი სისტემა საქართველოში უფრო რეაქციულია ვიდრე თქვა მე-19 საუკუნის 60-იანი წლების უფრო რეაქციას 90-იანი წლების რეაქციას ვაგონებს. დღეს უფრო რეაქციულია ვიდრე მე-20 საუკუნის 20-იანი წლების და 30-იანი წლებისაც ვაგონებს. ანუ იმ ძველშიდაც უფრო კარგი რომელიც იყო შედარებით უკეთესი. იმაზე უარესი მდგომარეობაა დღეს აქ შექმნილი და ამის გააზრების გარეშე და ამაზე რეაგირების გარეშე შეუძლებელია თქვათ ვილაპარაკოთ რამე სახის წარმატებას, იმიტომ რომ ნებისმიერი ხვალა ჩვენ იგივე პრობლემა დაგვიდგება ამასობაში ის 4500 სოფელი რომელიც დავიდა 3500 სოფელზე საქართველოში, მახდება მათი დეპოპულაცია, მოსახლეობის შემცირება, ასევე გაეროს ექსპერტების კიდევ განახევრება მოსახლეობისა პროგნოზები თქვა 21 საუკუნის შუა ხანებისათვის და ამ დროს საქართველო დაკავებულია იმით რომ თქვა იმტკიცებს რაღაც ნებისმიერი ჯგუფი თავის ძალაუფლებას, მოსახლეობის ნაწილი მოვა მარჩენალი და გადაარჩენს, მეორე ნაწილი გამწარებულია, მაგრამ ორგანიზების ნაკლებობა შეინიშნება ამ შემთხვევაში პოლიტიკური ეტაზი და არასაკმაყოფილებაზე. წინ არის დიდი სამუშაო, თუ რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა არა მარტო უკეთესად ვიცხოვროთ, არამედ გადავრჩეთ. უღრმესი მადლობა ბატონ დავით ასეთი საინტერესო ანალიზისთვის და რეკომენდაციებისთვის დაგემშვიდობებით და იმედი დავიტოვოთ ხო ბატონ დავით რომ არ ვიცი რამდენიმე ათეული ადამიანი მაინც დავარწმუნეთ ჩემი და თქვენი დიალოგით ახლა და ანალიზით რომ ეს საკითხები არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ქვეყნის მოწყობისთვის დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ მაგალითად წარმატებებს გისურვებთ მაყურებელს შევახსენებ ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის გამგეობის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე გვერდებოდა სტუდიაში